დღეს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ზურაბ აზმაიფარაშვილის ევროპის საჭადრაკო ფედერაციის საარჩევნო კამპანიის ოფიციალური პლატფორმის წარდგენა გაიმართა ღონისძიებას ლეგენდარული უნგრელი მოჭადრაკე იუდიტ პოლგარი, ასევე მსოფლიო ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი კირსან ილუმნიშოვი დაესწრო. ევროპის ჭადრაკის ფედერაციის არჩევნები 12 აგვისტოს ტრომსოში გაიმართება. მნიშვნელოვანია აქ ზუსტად ამ ადგილზე იმ იდეების გაჟღერება, რომელიც ჩვენ გვინდა, რითიც ჩვენ გვინდა, რომ ევროპაში მოვიდეთ, ევროპის ხელმძღვანელები გავხდეთ, იმისათვის ჩემი გუნდი აქ არის ჩამოსული ევროპიდან, რომელთანაც ერთად ჩვენ ვფიქრობთ, რომ ევროპის საჭადრაკო კავშირით გადავაქცევთ უკეთეს ორგანიზაციას, რომელიც იქნება მსოფლიო ჭადრაკისთვის უფრო მნიშვნელოვანი. ბატონის ზურას კანდიდატურის დაყენება საპრეზიდენტო ევროპის საპრეზიდენტო არჩევნებზე ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვეყოლება წარმომადგენელი საერთაშორისო სპორტულ ორგანიზაციაში, რომელიც აქამდე არ ყოფილა და მე ვფიქრობ, რომ წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც თვითონ ჭადრაკის განვითარებისთვის საქართველოში, ასევე სპორტის განვითარებაში მთლიანობაში. მას აქვს ძალიან რეალური შანსი იმისა, რომ გახდეს ფიდეს პრეზიდენტი. ეს საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, ჩვენ შახმატის ქვეყანა ვართ, ჩვენთან ძალიან უყვართ შახმატი, თუმცა ქალებმა უფრო მეტი დიდება მოგვიტანეს. ამაკაცებში ზურა პირველი ნომერია ალბათ ჩვენთვის და ძალიან სიმბოლურია, რომ ის ევროპის შახმატის ფიდეს პრეზიდენტი გახდება ევროპის მასშტაბით.